მინდა ახლა წარმოვიდგინოთ ძირფასი მაყურებლებო სპორტსმენი მოედანზე და დაინახოთ მისი სისწრაფე, მისი ძალა, მისი გამარჯვების ჟინი. მოკლედ ეს ობიექტი არის რაღაცა იდეალურად აღჭურვილი მანქანა, რომელიც საოცარ უნარებს ავლენს და საოცარ სიმაღლეებზე აყავს შესაძლებლობები და რესურსები ადამიანური. ფეხბურთელი რო განვიხილოთ, ხო? აი 90 წუთის განმავლობაში. ძალიან აქტუალურია ფეხბურთი. ხო, დღევანდელ დღეს სადღაც 10-12 კილომეტრის გარბენა უწევს ყოველ მატჩზე. ან ძალიან აჩქარებული ტემპი არის და მოკლედ საკმაოდ დიდი დატვირთვა არის. ჩვენც არასპორტსმენებიც კი გრძნობთ ამას. ნამდვილად უყურებ. სისწრაფე. აი ესეთ მართლა ტემპში ალბათ და ასეთ წნეხში თუ არ ვიცი ბრძოლაც არის, ყველაფერი ერთად არის. ალბათ ძალიან ხშირია მაგიტომაც ტრავმები, ხო, რომელსაც ნამდვილად არის. საფუხაროდ სპორტსმენები. აი ხა რო თქვათ ეს 10-12 კილომეტრი რა არის რა, ეს ნიშნავს რომ აი სადაც ქალაქის ცენტრიდან რო გაირბინო ან ქალაქის ბოლომდე დავუშვათ. შეიძლება თავისუფლების მოედნიდან, მაგრამ აეროპორტში მიირბინო. ისე რაღაც თვალსაზრისით შეიძლება მანქანას გაასწრო, ისე ნელა მიდის მანქანა. თუ მირბი სპორტსმენი, გაასწრებს. ხო, გაასწრებს. ხო, ეხლა წარმოვიდგინეთ, თან სეზონში უნდა ითამაშოს სადღაც 50 მატჩი, ანუ რო გავამბრალოთ, უბრალოდ გამოდის სადღაც 500-600 კილომეტრი რა. ჩავედით ბათუმში. ანუ ბათუმში ჩავედით და ჩამოვედით ის რა. დედა, ანუ კოლოსალური და დავიღალე ამის მოსმენით რა რთულია. უცებ ძალა გამომეცალა ერთბაშად, რო წარმოვიდგინე. მოდი შევადაროთ სხვა სპორტებსაც დავუშვათ და კალათბურთელი საშუალოდ თურმე 4-5 კილომეტრ დარბის ერთი თამაშის განმავლობაში. ანუ მოედანია უფრო პატარა. ხო, თავისთავად. ჩოგბურთელს თუ ავიღებთ, ის სადღაც 3-5 კილომეტრ დარბის. და აი ფეხბურთელი ორჯერ ან ზოგჯერ 3ჯერ მეტ დისტანციას დარბის ერთ თამაში სხვა სპორტსმენებთან შედარებით. მართლა შესაბამისად, ეს დისტანცია რო გაზრდილია და დარბივართ, ანუ ტრავმის 60-დან 90%-მდე, ანუ ქვემო კიდურზე, ანუ ფეხებზე მოდის სპორტული ტრავმა. კიდევ ერთი სუპერგმირის შემოყვანის დროა თამაში. არსებობენ ექიმები, რომლებიც აი ამ მოედანზე მიღებულ ტრავმას წამებში მოაგვარებენ. აი მართლა მგონია რომ ცოტა ჯოისტიკით იქ როგორ ხდება, ხო იცი, დავარდა, მოკვდა, გასოსდა აგრძელებს დაახლოებით ეს სისტემა რეალობაში და ეს წამებში მოუგვარებს ამ რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემას და უცებ წამოფრინდება სპორტსმენი და აგრძელებს თამაშს. ხო, ნუ ისინი თავიანთი კლუბის ნაკრების ან გმირები არიან, ისინი არა მხოლოდ ან მოედანზე რა, მოედნამდე სადაც მივლენ, ანუ მუდმივად უყურებენ ამ ფეხბურთელების მეტთვის პაციენტები არიან გარდა ფეხბურთელებისა, პოტენციური, ანუ მათ ჯანმრთელობას, ფიზიკას, ნუტრიციოლოგიას, ანუ კვებას და ბევრ რამეს ამოწმებენ რა. არა, ნუ აი ბევრ დრამატული ის მომხდარა, ხო? ანუ კონკრეტულად ყველაზე საშინელი დაზიანება არის წინა ჯვარდენი იოგის დაზიანება ფეხბურთელისთვის რა. და აი იბრაგიმოვიჩმა, ზლატანმა 35 წლის ასაკში დაიზიანეს იოგი, ანუ ეს სადღაც 90% შემთხვევაში კარიერის დასასრული არის. მაგრამ ნუ აქ ერთვებიან მე უკვე სპორტული ტრავმის ქირურგები, რომლებმაც როგორც ზლატანი ძახის 7 თვეში დააბრუნეს ის მოედანზე, რაც მე რომ მკითხო ძალიან ადრეა. პირდაპირ გეტყვით, მას გაუმართლა. მან კითხვა, რომ ლომებს სხვანაირად უხორცდებათო, მაგრამ მან თქვა, ხო, იბრაგიმოვს, მაგრამ აი გეშე. რავი, თუ გახსოვს რონალდო, მან გაიწყვიტა წინა ჯვარდენი იოგი. გაუკეთეს და 6 თვეში გაუშვეს ისევ ნაკრებში, ის გადანერგილიც გაიწყვიტა. მერე მეორეჯერ გაუკეთეს და მერე თუ გახსოვს ძალიან ესეთი ტანში ჩაჯდა ხო? ჩაჯდა, რომ ანუ სხვა გზა აღარ ქონდათ დასვეს ანუ სტეროიდებზე და ასე შემდეგ, რომ ეგება კუნთით მაინც დაეჭირა ის მუხლი, მაგრამ რონალდო მაინც დაამთავრა იმის გამო, რომ 3 თვე არაცალეს პირველი იოგი რო გაიგლიჯა, 9 თვემდე უნდა მიიყვანო. არაცალეს ეხა ესე რომ ამბობ, მასზე არ არის დამოკიდებული? მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული. კლუბზეც დამოკიდებული. შეიძლება ესე მოაწვნენ, რომ არის და უნდა გამოხვიდიან მაინტერესებს. ერთი ფეხი როცა 60 მილიონი ღირს, კლუბიც ხო და იმ ფეხში რომ 60 მილიონს იხდი, აცალე 3 თვეც, რომ იყოს სრულ ფეხში, ნახევარ ფეხში კი არა. პოლემიკა არის ყოველთვის ექიმს, კლუბს და თვითონ ფეხბურთელს შორის. კლუბი არ უნდა ჩაერიოს. მე გადავწყვიტე. გეთანხმები რომ კლუბი არ უნდა ჩაერიოს. ექიმა და სპორტსმენის მდგომარეობა უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ ანუ ყოველთვის ეს შავი და თეთრი ხო არ არის, ანუ ძირითადად ნაცრისფერი ზონა გვაქვს, სადაც ანუ ესე 100%-ით ვერ იტყვით, რომ ეს ესე იქნება, ან ესე იქნება და გავიგე ყველაფერი, მაგრამ რაც ვერ გავიგე, გიორგი. არის ის, რომ მართლა
რაღაცა უცებ ვარდება, რაღაც საშინლად ხომ მაყურებელი ხედავს როგორ დაიტრავა წამში მის თვალწინ დაუშვათ სპორტსმენი და მივარდება ექიმი, აი ჰუი, რასაც აკეთებენ არ ვიცი, იქ რაღაც манипуляციები, რაღაც ჯადოსნური ჯოხის ქნებები და წამოფრინდება ეს შენი სპორტსმენი. როგორ ხდება ეს? მართლა მაინტერესებს როგორ? ეგ მეც არ ვიცი. რამე არიცი? მართლა არ ვიცი. ხო და გავიგოთ ძვირფასო მაყურებლებო, როგორ ხდება ეს? და ჩვენ ახლა ვუმასპინძლებთ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარ ექიმს დავით ხარაბაძეს ნამდვილ ექიმებში. გამარჯობა. ასაცია მოგიარება ჩვენთან აი ამ ცხელ საფეხბურთო პერიოდში რომ გამონახეთ რა ჩვენთან ყოფნისთვის. დიდი მადლობა. წყალს შემოგთავაზებთ. წყალი მთის ახლა უკვე გაზირებულ ნატურალურ მინერალურ წყალს გთავაზობს, ასევე 0% ბრომადით. ხან ზაფხულია წყელა. ბატონო დავით, სოფლიო ჩემპიონატში რამდენად ხარ ჩართული? რა ქენით, რომელ ნაკრებზე შეჩერდი? მე სამწუხაროდ რომელ ნაკრებსაც გულშემატკივრობს საქართველოს ნაკრების შემდეგ ის იქ არ არის. იტალია? გეუნები რა. ერთი ბედი გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ იტალიის ნაკრებთან დაკავშირებულია 90-იანი წლებიდან ჩემი ყველა ტრავმა. ფსიქოლოგიური და ბავშვური რაღაც არის. ეს უკვე სხვა ტრავმებზეა საუბარი. კეთილი. ახლა ტრავმები რადგან ახსენეთ და რეალურად ჩვენ ძალიან გვაინტერესებს რა ხდება და როგორ ხდება ხოლმე. აი მართლა ვები გაქვთ რითიც ახერხებთ რომ უცებ რაღაცას სულ არა, თან მანდ არის, ანუ რა დროში აფასებენ, ანუ იმ ტრავმას, ანუ ჯერ იწყება შეფასებით. უი, უკაცრავად, მე არ მიფიქრი. ხო და გაიგო რა ჭირდება. ჯერ შეფასებით. მოკლედ, კი ბატონო, მე როდესაც ფეხბურთელი მოედანზე ეცემა და უკვე საჯი ჩათვლის საჭიროდ რო ექიმის დახმარება არის საჭირო, საჯის გარეშე მე ვერ შევდივარ. უფლება არა, ერთადერთი ტრავმა, რის დროსაც მე შემიძლია საჯის დაუკითხავად პირდაპირ შევიდე, ეს არის თავის ტრავმა. და თავის ტრავმის შემთხვევაში აგრეთვე მაქვს უფლება საჯისგან ოფიციალურად მოვითხოვო 3 წუთი, რომ შევაფასო მთელი ის ნევროლოგია, რომ მე ეს ფეხბურთელი დავტოვო მოედანზე თუ გადავიყვანო უკვე სტაციონარში. სხვა ჩვეულებრივ ტრავმებს რაც შეეხება და ასეთი კამის ჯადოსნური ხო, ეგ მეც მაინტერესებს. ახლა, როდესაც ჩვენ უკვე ასე თქვა ფეხბურთელისკენ სირბილით მივდივართ, ასისტენტი, ვინც არის ჩემი, იმას აქვს სპეციალური გადამცემის საშუალება, რომლითაც ჩვენი ანალიტიკოსი, რომელიც ძალიან ბევრი კამერიდან ხედავ ამ ყველაფერს, ანალიტიკოსი ეუბნება კონკრეტულად სავარაუდოდ რა აი ფეხი მოხვდა და არტყი ხელი ნახე რა მუშაობა. ფეხში მოხვდა კოჭი აიმიტომ იქ ძალიან კამერები არის, სადაც გაზომებს. ხო, უკვე გზაში რომ მივდივართ, რაღაც ინფორმაცია გვაქვს თუ რა არის. როგორც კი მივდივართ, ეგრევე ხდება ფეხბურთელისგან გადმოცემის აბარა მოხდა, იმ წუთში გვეუბნება რომ ეს კოჭი, მუხლი და ასე შემდეგ. თან პირველი შეკითხვა რაც არის, შეგიძლია იმან მეუბნებს რომ იგი მეუბნება ხო რაღაც და პირველი რაც არის, თუ ეხლა მექანიკური ძითა მორტყმულია მაგ შემთხვევაში, გვაქვს ის ჯადოსნურ სპრეის ვეძახი. გასაყინი? გასაყინი, რომელსაც მივაშხური და ისედაც იმ წუთში ტკივილს აყუჩებს, თან ფსიქოლოგიურადაც ძალიან მოქმედებს თვითონ ფეხბურთელზე, რომ მართლა აი რაღაც ისეთი ეფექტი აქვს, რომ მოხდა და გარბის. ამ პერიოდში თან აუცილებლად ინფორმაცია უნდა მივცე უკან სამწვრთნელო შტაბს, რომ შეუძლია თუ არ შეუძლია. იმიტომ რომ იქედან მუდმივად არის აბა მემელოდებიან, იმიტომ რომ იქ შეცვლა გააკეთონ თუ არა. და მე თუ ეს აჩვენეთ. ამას თუ აჩვენებთ, ყველა შორის ყველაზე მეტად გამიჭირდა პლეი-ოფი რო ქონდა და ევროპაზე რო გავდიოდით და საბერძნეთ საქართველო იყო და რომ მომიწია ხუჩა კვარცხელის გამოცვლა და ეს რო დავაპირე ხალხს ავხედე მეთქი აი ეს რო ვქნა შეიძლება აქ რაღაცები. მაგრამ მაინც ეგ უნდა მომხდარიყო. ხო და გამოცვალეთ რა უნდა გვექნა, იმიტომ რომ საჭირო იყო გამოცვლა. ეხლა ვიქი რა ხან შეშტიკულაციებს და საკაცეს როგორ ითხოვთ? საკაცე შეგვიძლია რომ ესე მოვითხოვოთ ერთი. და ყველაზე თუ ისეთი მდგომარეობა რომ პირდაპირ სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა და უკვე მესამე დოქტორი ეგრეთ წოდებული pitch side doctor ნეიტრალური ექიმი რომელიც ორივე გუნდს ეხმარება თავის პირველ ცამეტად უნდა ჩაერთოს განსაკუთრებით სადენკარდიაკ უეცარი გულის გაჩერება რეანიმატორი უკვე ამას ვანიშნებთ უკვე ასე და რა დრო გაქვთ მოედანზე დაყოვნებისთვის არა თავის ტრავმის შემთხვევაში როგორც კი შევალთ სადღაც 4-5 წამში უკვე მსაჯი მეუნება რომ ხასიკით გადადით და იქ კი ბატონო მიხედე რომ ამან თამაში უნდა გააგრძელოს. თუ არსებობს ყვითელი ბარათი ექიმის. კი, ყვითელი წარჩი არსებობს. მართლა? მაგალითად ფეხბურთელი რომ გამოიგზეს და წყალი მინდაო დამძახს და მე რომ შეუგდო ხელით მოედანზე ეს ბოთლი, წყლის ბოთლი. ნუ ოფიციალურ და UEFA-ს დონის თამაშებში ეს ყვითელი ბარათია ცალსახად. პირდაპირ ვაფრთხილებ. შეიძლება მოგეცეთ. თუ სად შევაგინე მე მაგალითად ყვითელი ბარათს მომსებენ ჩვეულებრივ. და რას ნიშნავს თქვენთვის? ვერ მოემსახურებით სპორტსმენს? ხო, ან ექიმი გავა და ასისტენტი დარჩება. თქვენ არ შეგიგინებია? არა მე. ქართულად მე იყოს მაინც მაგინებენ ძირითადად მაყურებლიდან.
როდესაც მეც მაქვს სისუსტეები, რომ როცა ჩემი გუნდი იგებს და ჩემი ფეხბურთელი წვება, ნელა შევდივარო, ცოტა მეც დრო გავიყვანო და ამ აყურებლიდან აგრესია არ იყო. ამაკატორში. ხო, ნელა. არ ხედა. ყვება რაღაცნაირად ძველი სპორტსმენები არ იყვნენ ისეთი დისციპლინირებულები, იმედი არ ეწყინებათ, მაგრამ დღევანდელ სპორტსმენებთან შედარებით. აი, კვების საკითხი როგორ არის დღეს სპორტსმენებში? ერთ-ერთი ეს საკითხი გარკვეულწილად იმიტომაც გამოსწორდა, რომ ინფორმაცია თვითონ სპორტსმენისთვისაც უკვე ხელმისაწვდომია და ბევრმა სპორტსმენმა და ფეხბურთელმა მაგალითად იგივე ის კვების რაციონი და იგივე ეს ნუტრიციოლოგია არანაკლები თვითონ რა უფრო არგებს, ვიდრე მე. კვება არის ერთ-ერთი ის კომპონენტი, რომელიც არის აი ფუნდამენტი, ასე ვთქვათ, ამ ყველაფრის, იმიტომ რომ კვება და ძილი. ეს ორი კომპონენტი ისეა, რომ კვებაზე და ძილზე კარგი აღმდგენი ჯერ არც გამოუგონებია და ვერც გამოიგონებენ ვერასოდეს. ისე საინტერესოა, თამაშამდე რამდენი საათით ადრე უნდა იკვებონ და რა სჭა? ძალიან ინდივიდუალურია. ჩვენ შემთხვევაში თამაშამდე სადღაც 4 საათით ადრე ვაკეთებ სრულფასოვან კვებას და მე თამაშამდე სადღაც 2 საათით ადრე მაქვს პატარა სნექი. ძირითადად ესაა, რა თქმა უნდა, ნახშირწყლები, იმიტომ რომ თამაშის წინ ენერგია გჭირდება. ენერგია გჭირდება. ძირითადად სპაგეტი და ის პროდუქტები. აი, სპაგეტი ძალიან ძალიან გავრცელებულია. კი, ეს არის თევზი, ასე სადაც არის ბევრი რაოდენობით ნახშირწყალი და ცილა. იმიტომ რომ ეს გჭირდება ენერგიისთვის. იქ პლუს არის თვითონ გასახთელშივე კიდე რაღაც პროტეინბარები და ასე შემდეგ. მთელი რიგი ნუტრიციოლოგიური ელემენტები, რომლებსაც ვრთავთ და მოკლედ ერთობლივად მივიღებთ იმას, რომ 90 წუთის განმავლობაში თუ დაგჭირდა კიდე 100 წუთი დამატებითი დრო, ფეხბურთელები ყავს, ხო, ენერგიულად ყავს და ასე თუ ისე ენერგია აქვს. ეს იგი ყველაზე ხშირი ტრავმა რა ფიქსირდება ხოლმე? სტატისტიკას თუ ავიღებთ, ყველაზე ხშირი ტრავმა არის ეგრეთ წოდებული კოჭწვევის ახსის ტრავმები, მაგრამ ჩემ გამოცდილებიდან არანაკლებ იშვიათი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული რბილიქსოვილების, კერძოდ უკანაკუნთების, ჰამსტრინგების ტრავმები კი. რბილიქსოვილის ტრავმა არის საერთოდ ძალიან ვერაგი ტრავმა იმ კუთხით, რომ აი ცოტაც რომ დაგჭეს, აი ოდნავ რო კარგად და აი მაინც სადღაც დაარტყამს და წამოგიყოფს თავს პროფესიული სპორტი, ეს ჯანმრთელობა სულაც არ არის ნამდვილად. იმიტომ რომ ჯანმრთელობის რაღაც კომპონენტებს წირავენ თავის გარშემო. მოდით განვიხილოთ ეს ყველაზე ხშირი ტრავმები მეტაკლებად, რაც ჩვენ ვიცით მოსახლეობამ და ამის გარშემოც ვისაუბროთ. და რა თქმა უნდა, პირველი არის ჯვარედინი იოგების გაწყვეტის ტრავმა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ტრავმა ფეხბურთში. არც ისე ხშირი ტრავმაა ეგ. არ არის ხშირი, უბრალოდ ყველაზე თუმცა მოიმატა, იმიტომ რომ მოიმატა ინტენსივობამ, მოიმატა სისწრაფეებმა და მოიმატა თამაშების რაოდენობა. აი ეს ჯვარედინი იოგი რა არის, აი წარმოგიდგენთ რომ მუხლი, სახსარი, აი რაც სახსარს აძლევს, აი წინა უკანა სტაბილურობას. ისინი ერთმანეთს ჯვარედინად არიან და იმიტომ ქვიათ ჯვარედინი იოგები, ან ერთ-ერთი მთავარი სტაბილიზატორი არის სახსრს. დაზიანებული როცა არის, ხელს რო ვკიდებთ ჩვენ, აი როგორც უჯრასავით ისე დადის ზუსტად. და ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ქირურგიული ოპერაცია. ყველა. ნეიმარსაც მიუღია ეს ტრავმა 2023 წელს, 2025-ში დაბრუნდა, შემდეგ 2025-ში მენისკის ოპერაცია გაუკეთებია კიდე. ეგ არ არის კარგი. ორივე. არა? ორივე როცა არის, ფლატკაი ამბავია. მოდი ეს ნეიმარია? კი. კარგია. თქვენი ტრავმების შესახებ ვიცი, სახეზე მეგწურო. კეთილი და აი მე მგონი თქვენ სწორედ ამას აღწერდით ხო ბარძაყის უკანა კუნთის გაჭიმვა და გაწყვეტის დაზიანება რომელიც არანაკლებ თავისი ხარისხები დაწყებული პირველი ხარისხიდან მეორე, მესამე და მეოთხე და არის კიდე აურსიული, როდესაც ეს კუნთოვანი მომენტი ძვლიანად მოწყდება მიმაგრების ადგილზე და წამოიღებს იმ ძვალს. წარმოგიდგენთ აი ამ ზედაპირიდან, ანუ უერთდება საჯდომ ძვალს. ანუ მე უკან გადის? ხო, ანუ საჯდომ ძვალ და ჰამსტრინგის ჯგუფი ქვია ამ კუნთებს, რაც იწევს აი პირველი აჩქარების მომენტში დიდი ძალა მოდის ამ ჯგუფზე რა და შეიძლება ანუ საჯდომი ძვლიდან რა მოგლიჯოსი? ძვალი მოგვლიჯოს. ანუ მყესი არ გაწყდება და იმდენად დიდი ძალაა, რომ ეს მყესი ძვალს ამოტეხებს. და ეს კუნთი ვიზუალურადაც ჩანს ეს ჩაღრმავება და ჩამოვარდება. ქირურგია ძალიან ისეთი ცუდი გადაწყვეტილება, აი მაგ დროს, იმიტომ რომ იმხელა ნაწიბური შეიძლება შექმნა შენ ოპერაცია, რომ იმან დაამთავრა კარიერა, ქვია.
ეს მენისკის ტრავმა რამდენად ხშირია და მენისკი ახლა უფრო ადვილი გამოდის ჯვარედინიოგებთან შედარებით, ხო? მენისკის ტრავმა უფრო ხშირია, კი. მენისკი მაქრო ამბობენ, ეს სხვა რამეა ადამიანის ეს ტრავმას. ყველას გვაქვს. ხო, იმიტომ რომ ეს არის ორგანო და არა, ეს არის ასე რომ წარმოვიდგინოთ ორი საფერი არის, ორი ამორტიზატორი, რომელიც ანუ ძალის გადანაწილებას და გარკვეულწილად სტაბილურობას უკეთებს მუხლს. დიდად მენსკი ზიანდება აი ფიქსირებულ ფეხზე მოტრიალებს, ფეხი დამრჩა მოტრიალდა და ასე შემდეგ რა. ხანდახარ თუ ცუდი საფარია, ხანდახარ ხდება რომ როდესაც აი ვარდნას აკეთებ, ფუცის კაცვი იჭედება ბალახში და ხო, ზედაპირზე და აღარ მიყვება და ბარზანს წივს შორის. და მოაბრუნა ვიღაცა. დედას უდათ გავხდი. კოჭის იოგების დაჭიმვა დაზიანება, რომელიც ეგ არის ძალიან ხშირი. ხშირი. ანუ გადამიბრუნდა ფეხი, ხო? აი მაგას გრძობა. ფეხი. რაც არის, იქ არის ძალიან ბევრი იოგი, კუნთოვანი აპარატი, ძირითადად ტალოფიბრალური, დელტისებრი, სინდესმოზი, რომელიც წყდება, ზიანდება, განსაკუთრებით ისეთ სპორტებში, როგორც ფეხბურთი, კალათბურთი ძალიან ხშირი, იმიტომ რომ ტომასთან აკავშირებს და ჩამოშვების დროს ხდება ეგ და ჩოგბურთელი. ყველაზე ტრამული სპორტი არის ფეხბურთი, რაც ამ გასაკური იყოს, იმიტომ რომ ყველას გონია რომ რაგბია ყველაზე ტრამული სპორტი და არა. ძალიან დიდი ტემპებით ეწევა ჩოგბურთი და კალათბურთი. ბატონო დავით, თქვენ თუ ატყობთ შორიდან სიმულანტობს თუ არა სპორტსმენი? ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ იმდენი მაქვს უკვე ნანახი ფეხბურთში, მე იმდენი მხელა იმდენი ხანია ვარ, რომ 99-19 ვიცი ყველა შედიხართ თუ არა მოედანზე? ფეხბურთელებს ყველას ხო ვიცნობ და მაგათი ფსიქოლოგია ხო ტიპი როგორია? ხო და ზუსტად ვიცი, აი რა დროს რო წაიქცევ, ზუსტად ვიცი. პირდაპირ ვიძახი, არ ადგება, უნდა შევიდეთ. პირდაპირ ეტყობა დაცემის მომენტში უკვე ფეხბურთელებს ვინ სერიოზული ტრავმით არის და ვინ სიმულანტობს. ნეიმარი დავაბრუნო თუ შეიძლება ეკრანზე, ოსტატი ნამდვილი თანამედროვე ფეხბურთისა. უბრალოდ შეხედეთ, რამდენი იგორავა, რომ მერე მიმები შეიქმნა არა ერთი მისი გორაობით, რადგანაც ნებისმიერ დისტანციას დაფარავდა მისი გორაობა. შეხედე. ეს კაი იყო ეს არქონალა. ესე იგი 2018 წელს ნეიმარს მთელი 14 წუთი უგორავია ჯამში, ჩემპიონატის ფარგლებში მოედანზე. მოკლედ სუპერ მოგორავია. აგერ გოლფით ნეიმარით შემილია შემოგთავაზოთ. პეპე იყო კიდე ციფრელი. თან ძალიან უხეში. პეპე თვითონაც ძალიან უხეში იყო. ხო, ძალიან უხეში იყო, მაგრამ ანუ აი ერთ-ერთ იმას გეგონება, ანუ აი ტაისონმა დაარტყა და ანუ აი ყდებოდა, აი ნახე შეხედე. და თუ გახსოვს თქვენ რივალდოს ეგეთი სიმულაცია. რივალდოს მუხში მოხდა და ის იცით რა? ზუსტად მოხდა ფეხში და სახეზე ისე წაიშინა ხელები, რომ აი თურქეთის ნაკრებთან. გეგონება ყბა მოსტეხეს. ფეხში მოხდა და შეხედე, ხელში მოხვედრა. და გააგდო ის ფეხბურთელი. ბატონო დავით, თქვენ თამაშობთ ფეხბურთს? მე ვარ სხერპლი კლიშე ზუსტად იმისი, რომ ბაღანას რაღაცას მოტეხავენ სუსტია. ხო. ხო და ამიტომ არ შემიყვანეს, თორე ძალიან მიყვარდა ყოველთვის. არა, ბურთის გაჩერება იცით იდეალურად? არა, იქ ხანდახან ისეთ რაღაცას გავაკეთებ, რომ ესე და შეხედე. თან ხო გააჩნია რა ვადით იჩერებ. შეხედეთ, ნახე რა არის. მოკლედ გამოიკვეთა, შევკრათ თაიგული, რა ჭირდება თანამედროვე სპორტსმენს დღეს ფეხბურთელზე გვაქვს ლაპარაკი უმეტესად, ესე იგი 50% არის ძლეოსნობის ფიზიკური, 40% დაიკავა ტაქტიკა, სწორმა ტაქტიკა და 10% მწიგვი, მაგრამ მნიშვნელოვანი სამსახიობო ოსტატობა. აი ესია ყველაფერი ფეხბურთელის მხარეს და ექიმების მხარეს არის მართლაც ის ოსტატობა, რომლითაც არც გულშემატკივარი დაზარალდეს, არც კლუბი დაზარალდეს და არც თვითონ მატჩში. მოკლედ ძალიან დიდი დატვირთვა მოდის თქვენზეც და ძალიან დიდი მადლობა. იმისთვის, რომ ასეა თუ ისეა, მაინც დილში, ხო? ჩვენ აქამდე არ ვიცოდით ამდენი ამბავი, რაც ექიმს ევალება და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და მართლა ასეთი წნეხის ქვეშ უწევს ექიმს რომ აკეთოს, უდიდეს საქმეს რომ აკეთებ. მადლობა ძალიან დიდი.